ხშირად მეუბნებიან, მამო, რა საჭიროა მარხვა, რა საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, თავარი ადამიანი კეთილი ვიყო და პატიოსანი და არავის არაფერი არ დაუშავ. ხშირად ვთქვამ, ჩემს ესეთი რაღაცა. და რა მარხვის დაცვა გადაარჩენს ადამიანს, თავარი ამდენი ეკლესიური ადამიანია, ეკლესიაში დადიან, მაგრამ საშინად იქცევიან, ბოროტები არიან, უგულოები არიან, 1000 ადამიანს 1000 ბოროტებას უკეთებენ, იპარავენ, ქურდობენ, ცილს წამებენ. არა ეკლესიაში დადიან, აგერ ახსარებას გაბარებენ. ერთ დღეს ახსარებას შაგაბარებს, მეორე დღეს წავა და იმრუშებს. ერთ დღეს ახსარებას შაგაბარებს, აგერ ეკლესიურია, მეორე დღეს წავა და მკითხავთანაც წავა. შენთანაც დადის და მკითხავთანაც დადის ეკლესიური ადამიანი. შენი ჯერა და მკითხავისა ჯერა. შენი ჯერა და ჰოროსკოპებისა ჯერა. ქრისტეს იჯერა და ჰოროსკოპებზე აქვს თავის ცხოვრება აწყობილი. როგორ იქნება მისი ხვალინდელი დღე. ღმერთზე და ანგელოზებზე კი არა, ჰოროსკოპებზე აქვს თავის ცხოვრება აწყობილი. კითხავთა მივა და კითხავს ეკითხება. კითხავს ეკითხება, მისი ცხოვრება როგორ იქნება. ეკლესიური ადამიანს წარმოიდგინე. ეკლესიური ადამიანი იმას ეკითხება და მეუბნებია, რომ იცი რა, იმას იცი რამდენი ხატები აქვს იმ ოთახში? იცი რამდენი ხალხი დადის და იცი რამდენი ხატები აქვს? რა ხატები აქვს? კითხავია. შენ ეს ნიშნავს, რომ შენ ქრისტიანობის წარმოდგენა არ აქვს. წარმოდგენა არ აქვს. შენ რომ ქრისტიანი ვიღაცასთან მიდიხარ და იმას ეკითხები რაღაცას, შენ წარმოდგენა არ აქვს ქრისტიანობისა. ოდნავადაც აი არაფერი არ იცი ქრისტეს შესახებ. არაფერი არ იცი ქრისტეს შესახებ. მაგას ნიშნავს, სხვას არაფერს არ ნიშნავს. ეს ყველაფერი და წარმოიდგინეთ ამას, რატო გიყვებით ახლა ამას? ეს ქრისტიანობა არის გააზრებული რელიგია. ეს არ არის უბრალოდ რაღაცა წესების რელიგია და ეს არის შენი შინაგანი რელიგია უნდა იყოს. ეს ქრისტიანობა უნდა იყოს შენ შინაგანში უნდა იყოს ეს ქრისტიანობა. პატივისცემა ოჯახისა, პატივისცემა მეუღლისა, პატივისცემა შვილისა, პატივისცემა სამშობლოსი, პატივისცემა მეზობლისა. ამაზე დგას ქრისტიანობა. შენ მთელი არსებით, ვიღაცა რომ გაგინებს და გლანძღავს და შენ რომ მასზე ლოცვას რო შეძლებ, ეგაა ქრისტიანობა. შენ რომ ვიღაცა გლანძღავს და გაგინებს და შენ რომ დადგები და მუხლზე რო დაიჭრები და ღმერთო, ეს ადამიანი წარწმუნდის ზარდეზე არ მინდა რომ შენ ხო ამ ადამიანის გამო ჯვარზე გაეკარი. შენ ხო იმიტომ მოხვედი აქ რომ ის ადამიანი გადაგერჩინა და მე არ მინდა ეს ადამიანი წარწმუნდეს. მიუხედავად იმისა, მე რომ ლანძღავს და მე რომ აგინებს და ცის რომ წამებს, ღმერთო შენ აპატი და შენ შეუნდე. ღმერთო გონზე მოიყვანე, იმიტომ რომ შენ ხო მის გადასარჩენადაც მოხვედი. შენ ხო სოდვილებისთვის მოხვედი რომ ისინი გადაგერჩინა. თქო შეეწიე ღმერთო, თქო დაეხმარე, თქო მისი გონების თვალი გაანათ. ესა უკვე ქრისტიანობა უდიდესი სიმაღლეა. უზარმა ისეთი რომ დაუჯერებელი სიმაღლეა ქრისტიანობა. თუ ადამიანი ამ ქრისტიანობას დაეწაფება, თუ ადამიანი ამ ქრისტიანობას მოინდომებს, ამაში ცხოვრებას მოინდომებს, ქრისტესთან ერთად ღვთის წინაშე ცხოვრებას მოინდომებს. მე თქვენი ცხოვრება ძალიან გაიზრდება. ძალიან დაწინაურდებით ღვთის წინაშე. და ღმერთის მადლი და ღმერთის წყალობა მოვა თქვენზე.